დიახ ნინუცე ამ წუთებში მე ვიმყოფები ბათუმში აბაშიძის გამზირზე ეს არის გამომცემლობა ბათუმელების შენობის წინ სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმის საპროტესტო რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას 59 დღეა თბილისის პარალელურად აქ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები აქ არის გაშლილი ბანერი თავისუფლება ბათუმელებისგან ედგაზეთის ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს აქ არიან შეკრებილები ბათუმელები ჟურნალისტები მასმედიის წარმომადგენლები, როგორც ადგილობრივი ტელევიზიისა და ჟურნალ გაზეთების და ინტერნეტ გამოცემის წარმომადგენლები, ასევე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ჟურნალისტები და ასევე აქ იმყოფებიან მსახიობები, მე შევეცდები პირდაპირ ეთერში გავესაუბრო მათ ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე, როგორც იცით, მზია ამაღლობელი ამ წუთებში კვლავ საპყრობილეში რჩება მას გუშინ სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა მე ახლა შევეცდები აქციის მონაწილეებს გავესაუბრო აქ ვხედავ მსახიობებს რომლებიც თბილისიდან არიან ჩამოსულები მათ უკვე საპროტესტო აქცია მოაწყვეს ბათუმის დრამატული თეატრის წინ ირაკლი გამარჯობა რომ მითხრათ რამდენად აქტიურია ბათუმი თბილისის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აქაც აქციები თქვენ ამჯერად თქვენი ჩამოსulis მიზანი თავისუფლება რა თქმა უნდა მზიას და ზოგადად შეაფასეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ჩამოსulis მიზეზი ეს იყო რომ რაღაცა ეს დღეები ბათუმი არის იმდენად რაღაც ეპიცენტრში და რაღაცა ყველაფერი რაც ჩანდა კადრებში გადავწყვეტეთ რომ ჩამოსულიყავით და შევერთებოდით ამ პროტესტს თანადგომისთვის და რამდენიმე მიზეზი აქვს აქ ჩამოსვლას გარდა იმისა რომ მოქალაქეების გვერდში ვდგავართ ასევე ჩამოვიდით ბათუმის თეატრის მსახიობების სოლიდარობისთვის ქალბატონი მზიას სოლიდარობისთვის და ხო ეს არის რაღაცა სუსო ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ როგორც ბათუმელები ჩამოდიან თბილისში როცა რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება ესე გადავწყვეტეთ ჩვენც რომ აუცილებლად ჭირდება ამ ქალაქსაც მხარდაჭერა და კიდე სხვა ქალაქებსაც რომელსაც დაჭირდება იქაც აუცილებლად გავაკეთებთ ვიზიტებს ძალიან დიდი მადლობა საპროტესტო აქცია როგორც გითხარით მემედ აბაშიძის გამზირზე მიმდინარეობს ბათუმელების წინ გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვართ რომ გაგვესაუბროთ მოკლედ სოლიდარობა მზია ამაღლობელს და თქვენი მთავარი სათქმელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დღეს ჩვენ ჩამოვედით ქართული თეატრის გაფიცული ხელოვანები თბილისიდან ჩამოვედით აქ იმისთვის გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ბათუმელების მიმართ მზია ამაღლობელის მიმართ და ყველა პოლიტპატიმარის მიმართ ამ წერტილიდანაც საქართველოს ამ წერტილიდანაც და მოთხოვნები გვაქვს ისე იგივე თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და ხელახალი არჩევნები ძალიან დიდი მადლობა ბუნებრივია მოთხოვნები ანალოგიური და იდენტური რჩება თავისუფლება პოლიტპატიმრებს და რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო განცხადებები კიდევ შევეცდები რომ აქციის მონაწილეებს გავესაუბრო გამარჯობა რომ მითხრათ თქვენი მთავარი სათქმელი დიდი მადლობა რომ უკვე მე დღეს ჩამოვედი აქ სოლიდარობისთვის ჩემი კოლეგების მიმართ ქალბატონი მზიას მიმართ რომელიც დაკავებულია ესეთ აბსურდულ სიტუაციაში ხა ვისმენ ზუსტად ამის შესახებ და ამიტომ არა აქ სოლიდარობა გამოვცხადო ამ ადამიანებს მაგრამ მე იძულებული ძალიან დიდი მადლობა ეხლა გამოდის სიტყვით ეთერ თურაძე მე მინდა რომ რამდენიმე წუთით მას დავუთმო ეთერი და მოგასმენინოთ ეთერ თურაძის განცხადება ბოლო ბასტიონი რეჟიმისთვის რომელიც არის ასაღები და დასაცემი და ჩვენ არ უნდა გავჩნდეთ ჩვენი ხმა არ უნდა გაჩნდეს ჩვენ ქართული მედია ქართული პოლიტიკური მედია ვერ უნდა გამორთონ ვერ უნდა გააჩვენონ მათ ჩვენი ორი მედია გამოცემის ლოკომოტივი დააკავეს ფიქრობენ რომ ამით ჩვენ გავჩერდებით ვერ გავაგრძელებთ საქმიანობას მაგრამ გვპირდებით რომ ჩვენ მოუყრეთ ძალებს საკუთარ თავში ვიპოვით ძალას რომ გავაგრძელოთ საქმიანობა და ვიმუშაოთ ისე როგორც მუშაობთ ანუ ეთიკური სტანდარტების დაცვით ობიექტური ინფორმაციის გაშუქებით რაც ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ რომ ვინ უნდა იყოს ამ ხელისუფლების მართვაში და ვინ არ უნდა იყოს დიდი მადლობა ეს იყო ეთერ თურაძე გამომცემლობა ბათუმელების რედაქტორი ერთ ჟურნალისტს ხედავ აქ კიდევ ირმა ზოიძეს ირმა რომ ითხრა შენი მოსაზრება და შენი რა სიტყვი საქართველოში ბოლოს მიმდინარე მოვლენებზე და თავისუფლება მზია ამაღლობელს რა თქმა უნდა მე ვეთანხმები ეთერს იმაში რომ ეს 50 დღის დაგროვილი პროტესტი იყო ის რაც საბოლოო ჯამში ჩვენ დავინახეთ ეთერში ის იყო სილა რომელიც
სრულად ჩვენ გააწყვეტა სინამდვილეში დგებუაძეს მე ვამბობდა ეხლაც გავმეორდები რომ დგებუაძე მე ამ აქციებზე გავიცანი და მივხვდი რომ არის ნამდვილად არ არის პოლიციელი არის ხულიგანი და ცდილობს რომ პოლიცია აქციოს ბანდად მაგრამ არ უნდა გამოუვიდეს და მე ვფიქრობ რომ ამაზე უნდა დაფიქრდნენ თვითონ პოლიციელებიც რაც შეეხება მედიაზე თავდასხმას ну ფაქტია რომ ცოტა ადრე მზია იყო და შემდეგ ну ახლა ჩემთვის მაგალითად ზვიად ქორიძეც ისევ მედიის წარმომადგენელია და მისი გალახვა გუშინ აი რაღაცა გამოუგნებელია ანუ თუ ვინმე ფიქრობს რომ ეს არის მშვიდობა და მშვიდობის დაცვაზე შეიძლება მე მგონია რომ ცოტა უნდა გონს მოვიდეს და იფიქროს იმაზე რა ხდება ახლა თავისუფლება აქვე არის ბათუმელების ჟურნალისტი ლელა დუმბაძე ლელა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ წლებია ბათუმელები ჩამოყალიბდა სანდო და ობიექტურ მედიას საშუალება და სწორედ ეს უქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას ბუნებრივია მზია არის დაკავებული მაგრამ თქვენ განაგრძობთ მუშაობას რა თქმა უნდა განაგრძობთ მუშაობას და ისევ მიაწოდებთ მთელ საქართველოს ობიექტურ ინფორმაციას რა თქმა უნდა ნებისმიერი რეჟიმის მიზანი არის დაასუსტოს თავისუფალი მედია, ხო? იმიტომ რომ მედია არის რა, ხალხის ხმა. მედიის თავარი დანიშნულება ეს არის რომ მიაწოდოს საზოგადოებას ობიექტური, უკერძოებელი ინფორმაცია და ასევე იზრუნოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე, ხო? რომ არ იყოს ქვეყანაში რომელიმე ადამიანის უფლება დარღვეული. შესაბამისად, რეჟიმი როცა იბრძვის საზოგადოების წინააღმდეგ, პირველ რიგში ებრძვის თავისუფალ მედიას, იმიტომ რომ მედიის დასუსტებით, მედიის გაქრობით ხრება კრიტიკული ხმა, ხალხის ხმა ხრება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელების გამომცემელი ძიამაღლობელი დააკავა რეჟიმმა, ხო, ივანიშვილის რეჟიმმა. ჩვენ ვაგრძელებთ ასეთი სტრესის და რაღაც ასეთი ძიმე ფონის მიუხედავად ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, იმიტომ რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული რა ხდება ქვეყანაში, როგორ ესხმიან თავს ჩვეულებრივი რიგით ადამიანებს ქუჩაში, რომლებიც დღეს ამ ქვეყნის მომავალს იცავენ, მათ მომავალს იცავენ, თითოეული ადამიანის უფლებას იცავენ, ხო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ. ჩვენ ვიცით რომ მთელი რიგი კანონები მიიღო არალეგიტიმურმა, არაღიარებულმა პარლამენტმა, რომელიც პირდაპირ მიმართული არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. აი ამის წინააღმდეგ ქუჩაში რო ვდგავართ და ჩვენს უფლებებს და ჩვენს მომავალს და ამ ქვეყნის მომავალს რომ ვიცავთ, აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმართული კანონები მიიღეს და თუ არ ვიქნებით ჩვენ, ბუნებრივია საზოგადოება ვერ იქნება ინფორმირებული იმ ფონზე მით უმეტეს, როდესაც უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ საზოგადოებას არასწორი და ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს და იყოს რაღაცა რუსული პროპაგანდის ტყვეობაში, ხო? ძალიან დიდი მადლობა ლელა დუმბაძეს უსმენდით. ეხლა ბათუმელების ჟურნალისტ საპროტესტო აქცია ბათუმში ბათუმელების წინ გრძელდება, როგორც იცით, ბათუმში 49 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ბოლო 5 დღეა სხვაგვარად განვითარდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოვლენები ბათუმში, არის მასიური დაკავებები, როგორც იცით, გუშინ თავს დაესხნენ ასევე ზვიად ქორიძეს, თუმცა თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ისინი დაკავებულები არ არიან, რადგან ისინი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან.